თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. ეს ოთხშაბათია და პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი მე მის წამყვანი თამარ აბრამიშვილი ვარ. სამშენებლო კომპანია ცენტრპოინტთან დაპირისპირებული მენაშენეები ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ. პროკურატურასთან ისინი უვადო შიმშილობას და კარვების გაშლას გეგმავენ. დაზარალებულმა მენაშენეებმა საპროტესტო აქცია 2 აპრილს ცენტრპოინტის ცენტრალურ ოფისთან გამართეს. აქციაზე ისინი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელთან შეხვედრას ითხოვდნენ, მოგვიანებით კი მათ დამფუძნების ნაცვლად შეხვდა კომპანიის წარმომადგენელი და მათთან გამართა მოლაპარაკებები. ასევე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენტრპოინტის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე მთავარ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. როგორც მთავარი პროკურორის განცხადებაში ენათქმავენ, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 2012 წლის 22 ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში აღიძრა. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე. ჩვენ დღეს საუბრობთ შეჩერებულ მშენებლობებზე და ასევე კოოპერატიულ ბენათმშენებლობებთან დაკავშირებით. ამ თემაზე დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ბექა დოჭვერი. მოგესალმებით ბატონო ბექა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ასევე მსმენელს შევახსენებ, რომ შეუძლიათ დაარეკონ ტელეფონების ნომრებზე 292 11 88 292 11 99 დასვან შეკითხვა, ან მოგწერონ Facebook-ის გვერდზე კანონი რადიო იმედი. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება? ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ბატონ ბექა, თავდაპირველად მოდი დავიწყოთ ბოლო ინფორმაციით, რაც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, რომ პროკურატურაში აღიძრა საქმე ცენტრპოინტთან მიმართებაში. მიმდინარეობს 180 მუხლის პირველი ნაწილით. რას გულისხმობს ეს მუხლი იქნებ განუმარტოთ მსმენელს და კონკრეტულად რა მიმართულებით შეიძლება დაიწყოს საქმის წარმოება? პირველ რიგში მოგესალმებით მეც. 180 მუხლის სისხლის სამართლის კოდექსის ეხება თაღლითობას, ანუ სხვისი ქონების მითვისებას. რაც შეეხება ახლა, როდესაც პროკურატურა ძიებას იწყებს, ანუ იგი შეისწავლის საქმის მასალებს და თუ ჩათვლის, რომ ანუ რაღაც სისხლის სამართლის ნიშნები არის ამა თუ იმ პირის ან ორგანიზაციის ქმედებაში, შემდეგ უკვე მიმართავს სასამართლოს და სასამართლო ღებულობს გადაწყვეტილებას, ცნობს თუ არა ადამიანი დამნაშავედ. რა თქმა უნდა, ახლა სისხლის სამართლის კუთხით, როდესაც თუ თაღლითობასთან დაკავშირებით გვაქვს საქმე, აუცილებლად შემდეგ უკვე გამოიკვეთება დაზარალებული ადამიანები, ანუ დაზარალებული პირები, რომელთა ქონებას ვიღაცა მიითვისა, ხო, მოტყუებით. რაც შეეხება თვითონ ბინათმშენებლობებს, ანუ ეს კომპანიებს, რომელიც ესე ვთქვათ, ბინებს აშენებდნენ და შემდეგ უკვე ბინები ხალხს აჩაბარდა, ამასთან დაკავშირებით პრაქტიკაში ხშირი არის შემთხვევები, ჩვენთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც არაერთი ადამიანი მოსულა, რომელსაც მსგავსი პრობლემა ქონია და ჩვენც ანუ მათ სამართლებრივი კუთხით ვეხმარებით. იკვეთება ამ საქმეებში, იმიტომ ჩაგეკითხებით ესე, რომ თქვენ აქტიურად მუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებითაც, რამდენიმე საჩივარია კონკრეტულად შემოსული და ასევე იცავთ მათ უფლებებს. თუ იკვეთება სისხლის სამართლებრივი დანაშაული? მე ძირითადად სპეციალისტები სამოქალაქო ადმინისტრაციულ საქმეებზე, შესაბამისად, ანუ წარმოებაში რა საქმეებიც მაქვს, ყველა არის სამოქალაქო კუთხით წასაყვანი საქმე, ანუ როდესაც კონსულტაციასაც გავხსენ, შესაბამისად კონსულტაციას ვაძლევ სამოქალაქო კუთხით. ანუ აქ ხდება რა, როდესაც ადამიანი მოდის, ყველა ძირითადად ადამიანის უმრავლესობას აქვს ფული ბოლომდე გადახდილი, აგრეთვე აქვთ ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებულია გარკვეული პერიოდი, როცა მათ უნდა ჩაბარებოდათ ეს ბინა. მაგრამ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მათ ეს ბინა არ ჩაბარდათ და ადამიანებს აინტერესებთ რა უნდა გააკეთონ. ამ შემთხვევაში პასუხი მარტივია, როდესაც ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს თავის ვალდებულებას, მეორე მხარე შეუძლია მიმართოს სასამართლოს. თუმცა აქ ისმის მოსაზრებები არაერთხელ მოგვისმენია, რომ დოკუმენტები არის ისე შედგენილი, ადამიანებს უჭირთ სიმართლის დამტკიცება ამ შემთხვევაში და სასურველი ფართის მიღება, ის რისი ფულიც მათ აქვთ გადახდილი. ამ შემთხვევაში თქვენ პრაქტიკაში რამდენად ხშირად გქონიათ ეს პრობლემა? პრაქტიკაში ჩვენ ესეთი პრობლემა ნაკლებად გვაქვს, იმიტომ რომ არის ვარიანტი, როდესაც მაგალითად ადამიანი მიდის და ხელს აწერს ხელშეკრულებას, ანუ კითხულობს და გამოდის რომ ეთანხმება რაღაცას, ხო? აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე იმაზე დავა რა ვიგულისხმე
აი იმაში რასაც ხელი მოვაწერე ეს ცოტა რთული საკითხი არის ეხლა როდესაც მაგალითად ადამიანებს აქვთ ხელშეკრულებები შეიძლება იყოს ბუნდოვანი რაღაცა ნორმები მაგალითად არის ხოლმე იყო ადრე ხელშეკრულებებში ჩადებული როდესაც წერდნენ რომ მაგალითად ვადის ათლა ხელშეკრულების უნდა დაიწყოს ფუძის გათხრიდან ესე ვთქვათ კორპუსის ფუძის გათხრიდან ან ბეტონის ჩასხმიდან ნუ ბუნებრივია გაურკვეველი არის როდიდან აგეთვალა ეს ვადა ანუ 2 წელში ფუძის გათხრიდან 2 წელს ვადაში უნდა აშენდეს კორპუსი ბუნებრივია ვერ დაადგინა ამას თუ რაღაცა არ მიხვედი სურათები არ გადაიღე ან სხვა რაიმე ექსპერტიზა არ ჩაატარე ის ფუძე რა ხნის არის ესეთი ბუნდოვანი ნორმები არის აგრეთვე არის შეიძლება იყოს რომ მაგალითად იყო ესეთ შემთხვევები როდესაც ამბობდნენ რომ მერვე სართულზე ადამიანს მიეცემა ბინა მაგრამ იმ მერვე სართულზე აღმოჩნდა რომ თურმე არის 4 ბინა რომელიც გაყიდული არის 5 ან 6 ადამიანზე ან თაღლითობის ფაქტებით იკვეთება გარკვეულწილად და ამას ხელს უწყობს ადამიანების არაინფორმირებულობა არაინფორმირებულობა ერთი ანუ უფრო სამართლებრივი გაუთვეცნობიერებლობა იქიდან გამომდინარე რომ როდესაც ანუ ადამიანი კითხულობს ხელშეკრულებას, ეხლა დღეს უკვე გვიანია ვინც დაზარალებულია, მაგრამ მომავლისთვის, ანუ ხელშეკრულებაში არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს ბუნდოვანი ნორმა, არ უნდა იყოს ისეთი ნორმა, რომლის შინაარსი ჩვენ არ გვესმის და ანუ კითხვის დასმა ნამდვილად სირწყილი არ არის. შეიძლება ხელშეკრულება ჯობია რომ დიდი მოცულობის იყოს და ყველაფერი დეტალურად იყოს გაწერილი, ვიდრე პატარა და შემდეგ უკვე ძალიან ბევრი კითხვა გააჩინოს. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ასევე შევეცდებით დავსვათ Facebook-ის გვერდზე გამოთქმული მოსაზრებები და შეკითხვებით საკმაოდ აქტიურობენ ჩვენი მსმენელები, ასევე ისინი აქტიურობენ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით და გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ამ თემებზე უფრო ცუდ რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალი იურისტების დახმარებით პასუხი გავცეთ თქვენს ყველა სამართლებრივ შეკითხვას. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის სტუმარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ბეკა დოჭვირი. ბეკა, მოდით დავიწყოთ საუბარი უკვე კონკრეტულად კოოპერატიული ბინათმშენებლობის საკითხთან დაკავშირებით და თქვენს ნებართვით Facebook-ზე მოწერილ ერთ-ერთ წერილს წავიკითხავ ლია ბერიძე, ესეთი ქალბატონი, რომელიც წერს რომ 655 საბინაო სამშენებლო კოოპერატივის წევრია ეს ქალბატონი და აქვს რამდენიმე შეკითხვა. თუ ფლობთ ინფორმაციას სახელმწიფო კომისიის მუშაობის შესახებ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა კომპენსაციებთან დაკავშირებით. ანუ თუ არსებობს ესეთი კომისია და თუ მოგიძიებათ ამ სახის ინფორმაცია, დაანონსებული იყო რომ შეიქმნებოდა მსგავსი კომისია, თუმცა შეიქმნა თუ არა რეალურად და როდის გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია ბოლოს. ესე იგი კომისიასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ ან კოოპერატიულ ბინათმშენებლობის რაც შეეხება ეს არის სახელმწიფოს შიდავალად აღიარებული შესაბამისად ამავე დადგენილება არის ესეთი რომ ან დადგენილია რომ 2000 ჯერ იყო ერთი პერიოდი მაგალითად 2010 წლამდე თუ არ ვწდები კომისიას უნდა დაედგინა თუ როგორ უნდა მომხდარიყო ანუ ამ ხალხისთვის კომპენსაციების გაცემა ეს წესი ფორმულა უნდა შემუშავებულიყო შემდეგ ეს გადაიწია მერე კიდევ გადაიწია ამ თარიღმა და დღეს თუ არ ვწდები არის 2014 წელი ბოლო ვადა განსაზღვრული დღის მდგომარეობით კომისია მუშაობს თუ არა ვერ გეტყვით, ანუ კონკრეტულად ამ ეტაპზე ამ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ რახან კანონში გვიწერია ბოლო ვადა განსაზღვრული, თუ ვადა არ გადაიწევს, გამოდის რომ იმ თარიღში, ანუ იმ ვადაში კომისია უნდა შეიქმნას, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე სახელმწიფო ვალდებული იქნება, რომ ნაბიჯ რაღაცა სტრატეგიასთან დაკავშირებით რაღაც ნაბიჯები გადადგას, რომ მოხდეს ნელ-ნელა ამ ხალხის გასტუმრება. დაანონსებული იყო არჩევნების შემდეგ ითქვა არაერთხელ იგივე ეკაბესელიამ იგივე პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ დიდი პრობლემაა კოოპერატიული ბინათმშენებლობები. რამდენად დიდია მასშტაბი ამ პრობლემის? მასშტაბი დიდია, იმიტომ რომ ჩვენთანაც ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ხოლმე, როდესაც ანუ ადრე უფრო აქტიურად მოდიოდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ანუ საქართველოს სასამართლოში წარმატება რო ვერ მიაღწია, ის ხალხი წასული იყო სტრასბურგის სასამართლოში და თუ არ ვწდები 2012 წლის ოქტომბრის თვეში იყო მიღებული რამდენიმე თუ არ ვწდები 19 მოსარჩელე იყო, ანუ სტრასბურგში ვინც აიღო ეს საქმე და სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლა ცნო, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა ამ საქმეებზე, რომ მისი განსახილველი არ არის და ქვეყნის შიგნით მექანიზმი უნდა იქნეს რაღაც გამოგონებული, რომელიც ამას დაარეგულირებს.
ამ თემაზე ოდნავ მოგვიანებით განვაგრძოთ საუბარი. მსმენელია პირდაპირ ეთერში და მას მოусმინოთ და შემდეგ უკვე მიუბრუნდეთ Facebook-ის შეკითხვას. გამარჯობა. ისმენთ ქალბატონო. ეთერში ვარ უკვე, ხო? ისმენთ ეთერში ხართ. აი ესე იგი, მე ვარ მედიკი 598-ის წევრი, ლალი გაჭავა. დიახ. ეს არის სამედიცინო უნივერსიტეტის კოოპერატივი. დიახ. ესე იგი, ჩვენ უკვე მე მგონი ყველაზე ხანგრძლივი კოოპერატივი ვართ, რაც არსებობს ამათ შორის და მინდა ესეთი კითხვა დავსვა, რომ ჩვენ იურიდიულად ვიცით, რომ აღიარებულია ეს შიდა ბავშვი. დიახ. მაგრამ საშველი აქედან არ არის, კომისია ერთხელ შეიქმნა, შემდეგ დადგენილია უკვე შევარდნაძის მთავრობის დროს, როგორ უნდა აგვეყო ჩვენ კომპენსაცია. იქ მერე შეიქმნა რაღაც ასოციაცია, რომელმაც გასცა ურიგოთ ვიღაცას რიგით, ვიღაცას ეკუთვნოდა. მოკლედ ვერაფრით ვერ დავადგინეთ მაშინ. შემდეგ როდესაც მოვიდა ნაციონალური მოძრაობა და გადაწყდა, რომ ჩვენ ეს ვალი დაგვიბრუნდებოდა და გაიწევა ამ კომისიის, ასე ვთქვათ, მიმდინარეობა, მე პირადად საქმე შევიტანე სასამართლოში. სადაც მითხრეს, რომ დაელოდეთ ისევ კომისიის გადაწყვეტილებას. ეხაც ამ ეტაპზე ვართ. მე პირადად ვიცი, რომ მე მგონი კომისია ფინანსთა მინისტროში შეიქმნა და რაღაცა ძვრები არის, მაგრამ აი რა საშველი იქნება აქედან, აი ამის გაგება გვინდა და ან როგორ ვიმოქმედოთ შემდეგში თუ შეუძლია პასუხი გავქცეს ახალგაზრდა იურისტმა. კი ბატონო, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენ ვეცადეთ, რომ პოზიცია ყოფილიყო დაფიქსირებული ამ გადაცემაში, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა ეს ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო. ბატონო ბექა, თუ შეგვიძლია, რომ მოკლედ უპასუხოთ მსმენელს. კი ბატონო, ანუ თუ კომისია დაადგენს, ანუ ფორმულას დაადგენს იმისას, თუ როგორ უნდა იქნეს ანაზღაურებული კომპენსაცია, როგორ უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ, შემდეგ უკვე მეორე ეტაპი იქნება კომპენსაციების გაცემა. ეს კომპენსაციების გაცემა მეორე ეტაპზე როგორ მოხდება, ეს კიდე ცალკე საკითხია, ეს ერთდროულად მოხდება თუ რაღაცა ეტაპები იქნება, ამას მე ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არის პარლამენტი, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხო, როდესაც კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს, ან შეიძლება მთავრობამ მოახდინოს ამის რეგულაცია. რაც შეეხება თვითონ, ანუ ამ ვალის გასტუმრების ცდილობებს იყო თუ არ ვცდები 2009 წელს მთავრობის დადგენილება მოქმედებდა, რომელიც შემდეგ უკვე 2012 წელს გაუქმდა, სადაც კოოპერატივები მიდიოდნენ და ვალზე უარის თქმის სანაცვლოდ იღებდნენ შეთავაზებულ მიწის ნაკვეთს. მაგალითად, თუ აწყობდა კოოპერატივს, რომ მიწის ნაკვეთი, ანუ საკმარისი იყო, ანუ იმ ვალის გადასაფარავად, ან შესაბამისად იღებდა მიწის ნაკვეთს და ვალი უკვე ჩამოწერილი იქნებოდა, მაგრამ შემდეგ უკვე რაღაცა დამატებითი რეგულაციების მიღება მოხდა, დამატებითი სიების დაზუსტება მოხდა, ანუ ამ კომისიის მუშაობაც გართულდა და 2012 წლის ბოლოს თუ არ ვცდები, საერთოდ წლის ბოლოს დასაწყისში საერთოდ გაუქმებულ იქნა ეს დადგენილება. Facebook-ის გვერდზე მოგწერეს კიდევ ერთი კითხვა, თქვენი ინფორმაციით, რამდენი კოოპერატიული ბინათმშენებლობის ვალი და რა პრინციპით აპირებს ხელისუფლება ამ ვალის გასტუმრებას? გარკვეულწილად ჩვენ უპასუხეთ უკვე ამ შეკითხვას. და კიდევ ერთი მსმენელია, მოდით მივცეთ მასეთ საშუალება დასვა შეკითხვა, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. ისმენთ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა. მეც კოოპერატიული ბინათმშენებლობის შესახებ, მაგრამ ესე იგი თქვენმა სტუმარმა დიახ. საერთოდ ამ საკითხზე არაფერს ვერ პასუხობ ვერა. მოიწვიეთ ისეთი, რომელიც გვიპასუხებს. მე შვილო 93 წლის ხალი ვარ. დიახ. გადახდილი მაქვს მთელი თანხა. და ჩვენი გადაცემის ფორმატია უფასო იურიდიული კონსულტაცია ამ შემთხვევაში და ჩვენი სტუმარი არის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი. ჩვენი გადაცემის ფორმატია უფასო იურიდიული კონსულტაცია. ამ შემთხვევაში არის ჩვენი სტუმარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკმაოდ გამოცდილი იურისტი, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებით მუშაობს. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი სახელმწიფო სტრატეგია ამ მიმართულებით, თუმცა კონკრეტულად რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა მოხდეს იურიდიულ დონეზე, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი პასუხობს. დიდი მადლობა, რომ დარეკეთ და დასვით შეკითხვა, თუმცა ბატონო ბექა, თქვენ ხა ვერ ეტყვით ამ ადამიანებს კონკრეტულ დროს, რიცხვს, როდის მოხდება ანაზღაურება, ეს თქვენს კომპეტენციას სცილდება და შესაბამის კომპეტენტური ადამიანები, ვისაც პასუხი უნდა გაიცა ამ თემასთან დაკავშირებით, რატომღაც თავი შეიკავა გადაცემაში მონაწილეობისგან. ქალბატონი გვწერს, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, თქვენახევრის წინ გახდა ცნობილი, რომ არსებობს თურმე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა უფლებების დამცველი ასოციაცია. მათ მიუმართეთ 2013 წლის მარტის დასაწყისში განემარტათ, რის საფუძველზე ხდებოდა კომპენსაციების გაცემა, რიგითობას, როგორ განსაზღვრავდნენ მოვითხოვეთ, კრების ოქმი და ასე შემდეგ. ანუ არსებობს ესეთი დაზარალებულთა უფლებების დამცველი ასოციაცია. დაზარალებულთა უფლებების დამცველი ასოციაცია შეიძლება
არსებობს, ანუ მოქმედებს, იმიტომ რომ ზოგადად ხა კანონმდებლობიდან გამომდინარე ასოციაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა პრობლემა არ არის და საკმაოდ ბევრი ადამიანი ქმნის, რაც შეეხება ოფიციალურად საკანონმდებლო დონეზე, მინდა ვთქვა, რომ ანუ იურისტები ვართ იმისთვის, რომ რაღაც კანონი განვარტოთ, საკანონმდებლო დონეზე არ დაწყებულა კომპენსაციების გაცემა. თუ ეხლა რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა, რომელიც ეხმარება ესეთ ადამიანებს, ანუ რაღაცა კრიტერიუმებიდან გამომდინარე საქველმოქმედო სახის ღონისძიებებს ახორციელებს, ეს რა თქმა უნდა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი არ არის. თუ მაგალითად ეხლა მოგმართავენ ჩვენ გვეტყვია რაღაცა გარკვეულ რჩევას, შემდეგ უკვე მოხდება მოძიება, ანუ აუცილებელია იურიდიული კონსულტაცია გაიარონ იმ დრომდე სანამ გადაწყვეტილებას. ანუ სანამ მაგალითად ადამიანს აინტერესებს თუ სამართლებრივად რა გზას დაადგეს, ამისათვის საჭიროა რომ იურისტმა ელემენტარულად ნახოს დოკუმენტაცია, მისი დოკუმენტები, შემდეგ უკვე მისცეს რჩევა თუ რა გზას დაადგეს. ასევე კოოპერატიული ბინადმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი ერთობა გვწერს ესეთ წერის, რომ რამდენიმე კოოპერატიული კორპუსი, რომელთა მშენებლობა დაწყებულია და ექვემდებარება დასრულებას, ასევე დასრულებას დაუქვემდებარებული კორპუსების კოოპერატივები, დასამთავრებელი კორპუსები თავის დროზე არ დაკონსერვდა სამშენებლო ნაწილში და მათი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ამით ვალი იზრდება, ასევე ამ კორპუსში ცხოვრობს ოჯახები და ეს სიცოცხლისთვის საშიშროებას წარმოადგენს. დროულად უნდა მოხდეს მათი დასრულება. რაც შეეხება მეონი ნაწილს, აქ უნდა მოხდეს კომპენსაციების გაცემა შეფასება ასაშენებელი რაიონში 1 კვადრატული მეტრის საბაზრო ღირებულებით გამრავლდეს მისაღებ ფარზე და ეს თანხა ჩაერიცხოს დაზარალებულს ბანკში გახსნილ ანგარიშზე. რაც უფრო ბევრი ადამიანი მიიღებს დახმარებას, უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა და ჩვენ ამისაც ნაღდეგო არაფერი არ გვაქვს. რაც შეეხება ეს არადაკონსერვებულ მშენებლობებს, რომელიც ანუ დღე ისევ და ისევ ზიანდება, ამასთან დაკავშირებით შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მაგალითად რომელიღაცა კონკრეტულმა იურისტმა. დიდი მადლობა ბატონ ბექა, რომ მონაწილეობდით გადაცემაში. მე მსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენებ და განუმარტავ, რომ ეს არის გადაცემა, რომელშიც შეგიძლიათ დარეკოთ, დასვათ შეკითხვა და მიიღოთ უფასო იურიდიული დახმარება კვალიფიციური იურისტებისგან. დიდი მადლობა, რომ უსმენდით გადაცემა კანონს. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება?